21 წლის გიორგი ახალაიას მკვლელობაში ბრალდებული ბრალს აღიარებს ადვოკატის თქმით დანაშაულს ინანიებს. სასტიკი მკვლელობის შესახებ მეტი დეტალი დღეს უნდა გახდეს ცნობილი. საქალაქო სასამართლოში პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. 18 წლის ბრალდებულს 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მსხვერპლი გიორგი ახალაია მოკრივე იყო, ის საკუთარ დაბადების დღეზე მოკლეს. ნიკა საჯაია მუშაობს თემაზე, ის აკვირდება პროცესს და გვეტყვის უფრო მეტს. ნიკა გისმენთ. პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით აღკვეთ ღონისძიებად დაკავებულ შეეფარდა პატიმრობა და დააკმაყოფილა მოსამართლემ შუამდგომლობა, რომელიც ჰქონდა საქართველოს პროკურატურას. თავის მხრივ ბრალდებულმა ლუკა შენგელიამაც დააფიქსირა დღეს პოზიცია. კერძოდ ის აცხადებს, რომ ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ამავდროულად აღნიშნავს, რომ მას არ ქონია მიმალვის მოტივი. დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაირკვა ისიც, რომ თავად ბრალდებულმა მოგვიანებით დარეკა ძალოვან უწყებაში და ჩაბარდა, როგორც ადვოკატი აცხადებს, და ბრალდებულმა ამ საკითხთან დაკავშირებით გააკეთა განმარტება, თუ რატომ არ დარეკა იმ დროს, როდესაც ბარსახელოსნოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო ჩხუბი, რაც ფატალურად დასრულდა. ისეთი რაც მოხდა მე იქიდან გავიქეცე იმით, როგორც უმალო დაუმალული უბრალოდ შეშინებული და აპროექტული ვიყავ. უბრალოდ იმენა მაგრიდლა მომეწედა ის ჩამბარებული იმის შიში თქონდა რომ კომისია სამი არ დაეშალა სანაგავებაქიავს გავსწრამ აკოფილო ამ მიზნით მე შემოგვიდეს დაუკავშირდი ჩემო პროგრამიდან ჩამოვარდა გახსოვა არ მინდოდა არ დამოვარდა ვაღია პროგრამა. რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, ეს არის განზრახ მკვლელობა, თუმცა განზრახ მკვლელობის ნაწილს არ ეთანხმება ბრალდებული, ასევე მისი უფლებადამცველი, როგორც ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, ჩხუბი მოკლსა და ბრალდებულს შორის დაიწყო ბარსახელოსნოს გარე ტერიტორიაზე, თუმცა აცხადებს, რომ მათ წარსულში რაიმე სახის კონფლიქტი ან სხვა კვეთა იმავე დღეს არ ქონიათ. ამავდროულად აცხადებს, რომ მოკლული ახალგაზრდა იმყოფებოდა მის მეგობართან ერთად და მოხდა კონფლიქტი ბრალდებულის მეგობართან მიმართებით, რაც უკვე შემდგომ დასრულდა მკვლელობით. შესაბამისად აცხადებს, რომ მიუხედავად იმის, რომ ჩადენილ დანაშაულს ნანობს ბრალდებული, ეს არ იყო განზრახ ქმედება. რაც შეეხება საქმის პროკურორს, ის აცხადებს, რომ ამ ეტაპზეც მიმდინარეობს გამოძიება. სხვადასხვა მიმართულებით ამ დროისთვის საქმეში არის ორი ოქროს მოწმე, რომელმაც დაინახა ბრალდებულმა როგორ დაარტყა ცივი იარაღი გარდაცვლილს და ჩვენ ასევე დავინტერესდით ამ შემთხვევაში რამდენად დროულად მოხდა რეაგირება იქ დაცვის სამსახურის მხრიდან ან ადგილზე რამდენად დროულად გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფიც. პროკურორი აცხადებს, რომ ეს არის ის საკითხი, რომელიც ახლა არის გამოძიების ინტერესი და გამოძიება შესაძლოა სხვა ადამიანებითაც დაინტერესდეს. განზრახ მკვლელობას მე ამ საქმეში ორი ფაქტორის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებდი. პირველი, მას არ ქონია მოკვის განზრახვა და ამაზე ჩვენ წარვადგენთ შესაბამის მტკიცებულებებს და რაც შეეხება შედეგს, ამ ადამიანს დროულად რო აღმოჩენოდა სამედიცინო დახმარება, იგი დღეს ცოცხალი იქნებოდა. დროულად არ მივიდა. არა, დროულად არ არის აღმოჩენილი სამედიცინო დახმარება, ამასაც შევესწრებით დავამტკიცებთ სასამართლო პროცესზე და ასეთ შემთხვევაში არსებობს უზენაეს სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები, სადაც ქმედება არ უნდა დაკვალიფიცირდეს განზრახ მკვლელობას. ის მეგობარს მიაღენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ეს გამოესაჩნდა თავის მეგობარს, შემდეგ გადაიზარდა გარე ტერიტორიაზე თუ შეგიძლია. გარე ტერიტორიაზე და მე მოყვა ამას ის რაც მოხდა სამწუხაროდ. ბრალდება არის განზრახ მკვლელობა, რაც დადგენილია გამოძიების მიერ, წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება, მათ შორის არაერთი შემსწრე მოწმე უთითებს ბრალდებულზე, როგორც იმ პიროვნებაზე, რომელმაც დანა დაარტყა გულმკერდის არეში გარდაცვლით. იმ დღეს დაწყებულ კონფლიქტს მოყვა ეს მკვლელობა. მოცემულ შემთხვევაში მკვლელობა განხორციელებულია ღია სივრცეში გარეთ. რაც შეეხება სხვა პირების პასუხისმგებლობას, როგორც მოგხსენეთ, გამოძიება გრძელდება, თუ იმის პასუხისმგებლობა გამოიკვეთება, აუცილებლად მოხდება მისი ბრალდებაც.
ფაქტთან დაკავშირებით, როგორც თქვენ მოისმინეთ, პროკურორის პოზიცია გრძელდება კვლავ გამოძიება, მოხდება თუ არა, გამოძიება დაინტერესდება თუ არა სხვა პირებით, ეს უკვე მიმდინარე გამოძიების შედეგზეა დამოკიდებული. ამავდროულად ხდება ახალი მტკიცებულებების, მათ შორის ვიდეო მტკიცებულებების შესწავლა და გამოძიება ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს, როგორც პროკურორი ამბობს, შესაბამისად ახალ ფიგურანტებთან დაკავშირებით ან გამოძიებისთვის სხვა საინტერესო ფაქტთან დაკავშირებითაც უკვე შემდგომ სასამართლო პროცესებზე მოხდება მსჯელობა. რაც შეეხება თავად ფაქტის 3 დღის წინ მოხდა, მოკლული არის 21 წლის გიორგი ახალაია, წარმატებული სპორტსმენი შეიძლება თქვათ, რომელიც საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნას აპირებდა იმ დაწესებულებაში, სადაც მკვლელობა მოხდა. ის იბრძოდა, იყო მებრძოლი და გამას წარმომადგენლებმაც გაავრცელეს შესაბამისი განცხადება ამ ტრაგედიის შემდგომ. გიორგი მუდამ იქნება გამას ისტორიის განუყოფელი ნაწილი. რაც შეეხება საქმესთან დაკავშირებით, აქვეთ ღონისძიებაზე, როგორც უკვე გითხარით, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება და სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, უკვე შემდგომი პროცესები მაისის თვიდან გაგრძელდება. მადლობა ნიკა საჯაიას უსმენდით პირდაპირ ეთერში საქალაქო სასამართლო